ჭადრაკში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გამარჯვებულ აჭარის ნაკრების წევრებს წარმატება დღეს აჭარის განათლების მინისტრმა მიულოცა და მათ სერტიფიკატები გადასცა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი 26 მაისიდან 23 ივნისის ჩათვლით გაიმართა. რამდენიმე ტაიმიანი გათამაშების შემდეგ პირველი ადგილი აჭარის ნაკრების წევრ გაიოს ნიგალიძემ აიღო. გაიოს ნიგალიძე საქართველოს ეროვნული ჩემპიონი ჭადრაკში პირველად გახდა და საერთაშორისო დიდოსტატის მეორე ბალი მოიპოვა. მესამე ბალის მიღების შემთხვევაში კი იგი საუკეთესო დიდოსტატის ტიტულს მოიპოვებს. საპრიზო მესამე ადგილზე მოხვდა სალომე მელიაც. გამარჯვებულები ერთჯერადი ფულადი პრიზისა და სერტიფიკატების მიღების გარდა საერთაშორისო ჩემპიონატებზეც გაემგზავრებიან. ღონისძიება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანადაფინანსებით განხორციელდება. საქართველოს ვაჟთა 72 ჩემპიონატზე მივიღე მონაწილეობა და გავხდი ამ ტურნირის გამარჯვებული. 11 შესაძლებლობიდან ავიღე 9 ქულა. და რითაც მოვიპოვე საგზური ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის. შემდეგ მე ავიღე კიდევ 2 ბალი დიდოსტატის საერთაშორისო წოდების და ერთსაც კიდე რო ავიღე პირველად გავხდები საერთაშორისო დიდოსტატი. ამ ტურნირისთვის მე თავიდანვე მემზადებოდი, თითქმის 5-6 თვე შრომობდი, რომ კარგად მეთამაშა და შედეგიც დაფასდა. ჩვენ თავზე ვერ მივიწერთ ყველაფერს, ცით გამარჯვებას და წარმატებას ამ ახალგაზრდისა, მისი ნიჭი, მისი უნარი, მისი შრომის მოყვარეობა, რომელიც განაპირობა ის შედეგი, თუმცა ამ შეხვედრაზე ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია თუ რა შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ამ შემთხვევაში ზოგადად სამინისტრომ თუ სპორტის დეპარტამენტი ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრება ბატონი გაიოსი შემდგომ კიდევ გეგმები აქვს ძალიან კარგი და საინტერესო და შევეცდებით რომ გვერდში დავუდგეთ საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში პირველად მოხდა რომ აჭარიდან ყავს საქართველოს ეროვნული ჩემპიონი ასე რომ საომავლოდ ემზადება გაიოზი ევროპის საგზურის მოსაპოვებლად ეხლა იქნება მას გაემგზავრება კაზანში სადაც იქნება შეხვედრები ანუ სასწავლო შეკრებები და შემდეგ არა მხოლოდ გაიოზი სალომე მელიაც გახდა ასევე ვიცე ჩემპიონი რომელიც საერთაშორისო დიდოსტატის მოსაპოვებლად ემზადება